მოგესალმებით, მეგობრებო, ვიწყებ NLC-ის სესიის ჩაწერას. ერთი NLC-ის სესია უკვე გვაქვს არხზე, რომელსაც ჩვენი არხის კვალობაზე აქვს ძალიან ბევრი ნახვა. და რავი. აინტერესებს როგორ ჩანს ხალხს ეს ლიმიტი და კიდევ ერთი სესია გავაკეთოთ, ვილაპარაკო. მინდა ვილაპარაკო რაღაცა წინასწარ, ასე ვთქვათ, მომზადებულ თემებზე, რამდენიმე თემა აქვს მომზადებული, მაგ თემებზე ვილაპარაკებ და დავაკომენტარებ გადაწყვეტილებებს და აი ლიმიტის თავისებურებებიც იქნება შევამჩნიოთ რაღაცები, აი რა დინამიკაა ლიმიტზე, რა შემადგენლობები ახლა. ამ მომენტსაც მე რასაც ვუყურებ, ზოგადად მე საკმაოდ დიდი დისტანცია მაქვს ამ ლიმიტზე დათამაშები, ამ რომში ამ ლიმიტზე და ვიცი რომ კარგი შემადგენლობებია. სხვადასხვა დღეს ექშენია ძალიან დიდი. ეხლა 6 მაგიდას თამაშობ, მაგრამ კიდე არის ერთი რამდენიმე მაგიდა. ან ჯამში 8 მაგიდაა, 6 მაქსი 8 მაგიდა თამაშობს, რაც ხშირად არ არის ხოლმე სხვადასხვა. კარგია, რავი, ზამთარი მოვიდა, ეტყობა ხალხს გაახსენდა პოკერი, თამაშობენ. ერთი სიტყვით თემები, რომელზეც ვილაპარაკებ, ისე ექვსიანები მოსაზღვრე ჰენდია პირველი პოზიციიდან სამიანებს დავყრი უბრალოდ შეიძლება და გალიმპოაც, მაგრამ მოსაზღვრე ჰენდია იმ გაგებით რომ ხუთიანებამდე ალბათ ფოლდია ყველა ვარიანტში, ექვსიანებს გააჩნია, შვიდიანებიდან ზევით რეიზია რა. პრეფლოპ მოდელის 20-25-ის პრეფლოპ მოდელის ვიდეოს ვამზადებ, უკვე მომზადებული მაქვს სლაიდები და ჩაწერა დარჩა, მაგას ავტვირთავ. პრეფლოპზე ჩვენ ბევრი გვაქვს ნალაპარაკები. და მერე გადავალთ უკვე პოსტლოპ გათამაშებებზე, პოსტლოპ გათამაშებების ანალიზზე. დღეს ვეცდები რომ ცოტა რაღაცა შესავალივით გავაკეთო ამ ვიდეოში, ცოცხალ სესიაზე, ისე ვილაპარაკებ მე თვითონ და მერე უკვე ცალკე ვიდეოს მივუძღვნი, სადაც უფრო დეტალურად და უფრო, ასე ვთქვათ, სტრუქტურირებულად იქნება ჩამოყალიბებული აზრი. დღეს ისე ახლა ვილაპარაკებ ამ დინამიკაში. აქ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შანსები მაქვს, იმიტომ რომ უგან კიდე ერთი full stack იზის და შესაბამისად ისედაც ორი ოპონენტი რახანაა გათამაშებაში მე ვეცდები რომ სეტი დავიჭირო, თუმცა ხა 8 ბლაინდი არ არის ცოტა პრეფლოპზე სეტზე სათამაშოთ, მაგრამ როცა ესეთი სიტუაციაა რომ ორი ოპონენტია გათამაშებაში, აქედან ერთი რეკრეაციული მოთამაშე, შეგვიძლია ვითამაშოთ ამ პოზიციიდან ვარიატიანით, არ ამგონია რამე საინტერესო მოფიქრება შეიძლებოდეს. Left tribeti არ იქნება ჩემი კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ოპონენტისგან ფოლდებს ძალიან იშვიათელოდები. ტუსკაროლისთვის მოვიდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფლოპი, რაც შეიძლებოდა მოსულიყო, მაგრამ ოპონენტის სტეკი ისეთი პატარაა, რომ ვფიქრობ, რომ მაინც უნდა გავიდე. გაგვიმართლა ამ შემთხვევაში, თუმცა სწორად ვითამაშეთ. მაგაში ეჭვი არ მეპარება. აქ დამატიანით იზოლირებას გავაკეთებ. აქ ვფიქრობ, რომ ოპონენტთან შეიძლება იყოს ბევრი ტუზები ან ტუსკაროლი ან მსგავსი ხელი. შეიძლება მათ შორის იყოს, რა ვიცი, უკვე ჩემზე ძლიერი ხელებიც, მაგალითად ფლეში ან კაროლების სეტი არ გამიკვირდება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ უკვე ისეთი პოტია რომ აქ შეიძლება მაგალითად ტუსკაროლი ცალიაგურით ან ტუზები ტუზაგურით უკვე სტეკზე ათამაშოს ოპონენტმა, შესაბამისად მე დავაოლინებ ამ სეტს. ნახოთ რა იქნება. თქვი რომ შეიძლებოდა რომ უკან ყოფილიყავით და ეგრეც აღმოჩნდა, მაგრამ რას ვიზამთ? ესეთი რამეები ხდება. ამ სიტუაციისგან თავის დაზღვევა ძალიან ძნელი იქნებოდა. კარგი, მაგას დავანებოთ თავი. ერთი მინდა და მეთქვა, რომ ძალიან ესეთი პოპულარული არის ვიდეოები რაღაც მიზნებზე, სამოტივაციო ვიდეოები, აი როგორ დაისახო მიზნები, აი ჩემი მიზნები 2025 წელს და რაღაც ეგეთები რა. მე არ ვარ ეგეთი მოტივირებული ადამიანი, ზოგადად მე ცოტა პესიმისტი ვარ და ჩემი მხრიდან ეგეთი ვიდეოს ჩაწერა არ გამოვიდოდა, მაგრამ მინდა რომ ცოტა ვილაპარაკო, აი დაახლოებით როგორ იქნება გონიურული, რომ მიზნები დაისახოს პოკერის მოთამაშემ ზოგადად. აი მაგალითად
მთავარი პრინციპი რა იქნებოდა, რომ ანუ მიზანი მაგ ორი დამა თავისით თამაშობს რა. აჰა. ადრე ორი ფერით ხონდა ხოლმე მონიშნული რეკრეაციული მოთამაშეები და ეხა ერთ ფერზე გადამყავს რა. ხო. ერთი სიტყვით მიზანი უნდა იქნებოდა გონივრული, რომ იყოს დასახული შემდეგნაირად. რომ ადამიანი ისახავდეს მიზნად ისეთ რამეებს, ისეთ ქმედებებს, რაც მისი მართვისადავეები, ანუ რაც მის მართვისადავეებშია რა, რაც შეუძლია თვითონ გააკონტროლოს, რაც მასზეა დამოკიდებული. აი მაგალითად თუ პოკერისტი ისახავს მიზანს აი მომდევნო თვისთვის ან მომდევნო წლისთვის, ხო? მაგალითად აი ესე დავისახავდი მიზანს, რომ აი ვითამაშებ დაუშვათ თვეში 120 საათი ან კვირაში 30 საათი დაუშვათ და ვიმუშავებ თვეში 30 საათი ან დაუშვათ რაღაცა კვირაში 6 საათი, 6-7 საათი დაუშვათ იმას. ვიმუშავებ თეორიაზე. აქ კაროლათიანით კვიზი შეიძლება, მაგრამ იმდენი ფიშების ხედან ამ მაგიდაზე რომ უბრალოდ ანუ არ გვინდა, ტაიტად ვითამაშოთ. კარს დაველოდოთ. პირველი პოზიციიდან რეიზი საერთოდ ძლიერ ხელზე მეტყოლებს და ამ შემთხვევაში ხა რეკრეაციული მოთამაშის იზოლირება უნდა მეცადა რა კაროლათიანით კვიზი რო გამეკეთებინა, არ ღირდა. ხო. ანუ მიზანს როგორ ვისახავ თქო რა? ვისახავ რა, ხა დიდად მე ამ წელს დიდად არაფერ მიზნებს არ ვისახავ სიმართლე რო გითხრათ. ჩემი მიზნები ხა ამ შემთხვევაში ისე ცოტა ქაოტური არის რა. კარგი იქნებოდა რამე მიზნები დამესახა, მაგრამ ხო, რავი. არ ვფიქრობ დიდად მაგაზე, უბრალოდ ძალიან ბევრი ვიდეოებს მიგდებს ხოლმე YouTube-ზე რა რაღაცა მიზნებს ისახავს ხალხი. ხო და ანუ გონივრული იქნებოდა რომ დაგვესახა ისეთი მიზნები, რაც ანუ ჩვენზეა დამოკიდებული. მაგალითად, რამდენი საათი ვითამაშებ, რა ლიმიტს ვითამაშებ, რამდენი საათი ვიმუშავებ თეორიაზე, რა ტიპის იქნება ეს თეორიული სამუშაოები და ასე შემდეგ. აი მაგალითად, რამდენ ფულს მოვიგებ, ესო დავისახო მიზნად. ეს სისულელე იქნება. ან რას ვიყიდი, მაშინ როცა ფულს მოვიგებ. ესეთ მიზნები კი შეიძლება რაღაც ესეთი მეორე ხარისხოვანი მიზნები შეიძლება იყოს რაღაც ეგეთი, აი რა მაქვს აყიდე, მაგალითად სეტაპი მაქვს მოსახოდი, ხო რაღაც მონიტორები მაქვს აყიდელი, დავუშვათ და რაღაც ეგეთი და აი ამ შემთხვევაში მიზნებს კი არ დავისახავდი, მაგ შემთხვევაში რაღაც ეს სურვილების სახით მეწოდინებოდა, რომ აი თუ მოვიგებ, აი წინ ესე თუ ექნებოდა რა მაგას. თუ მოვიგე დავუშვათ, მე ამას გავაკეთებ, მაგრამ აი რაც გვია მიზანი მართლა აი გეგმები, ხო? ისეთი უნდა იყოს, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული. აი ამას ვიტყოდი. ამას გავუსმენდი ხას რა. ზოგადად კარგია რაღაც მიზნების და ასე ვთქვათ, გეგმების და რაღაცების დალაგება, ესეთი სტრუქტურირებული თანმიმდევრული გრაფიკით ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი რამეა, ვისაც გამოზდის ეს და ვისაც შეუძლია რომ რავი. რა თქმა უნდა ეს ადვილად არ კეთდება, ადვილად არავის არ გამოზდის. ყველას ანუ დატანებით გამოზდის უმრავლესობა ადამიანებს, ვინც ახლა ძალიან ისე დისციპლინირებულ და აღზრდილია, შეიძლება იმას გამოზდიოდეს თავისთავად, მაგრამ აი უმრავლესობა ადამიანებს ძალდატანების შედეგად გამozდის. ამ ხუთიანებით ვფიქრობ, რომ მე რეისსა და ფოლდს შორის მაქვს არჩევანი, იმიტომ რომ უკან ისეთი ოპონენტი მიზის, რომლის იმედათაც სეტველიუზე შესვლა არ მინდა, ეს არის ოპონენტი, რომელიც იდეაში რეკრეაციული მოთამაშეა, მაგრამ ტაიტი რეკრეაციული მოთამაშეა. ხო. ერთი სიტყვით მიზნებთან დაკავშირებით მაგის თქვა მინდოდა რა, რომ ისეთი რაღაცები დავგეგმოთ და ისეთი მიზნები დავისახოთ, რაც მოკლედ გარანტირებულად შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული. ისეთი მიზნების დასახვას, რომელსაც ან გავაკეთებთ ან არა, ან რაღაც სხვა ფაქტორებზე ან გაგვიმართოს ან ჯობია საერთოდ დავისახოთ მიზნები, იმიტომ რომ მე რო იმედები გაგვიცრუდება, მე საერთოდ აი უფრო ქვედანიშნულზე აღმოჩნდებით, ვიდრე უმიზნებოთ და უარაფროდ ვიქნებოდით მანამდე და შესაბამისად ხო, ну როგორც არის რა. კაი, ეხა ეს მიზნებთან დაკავშირებით ძალიან გამიგზელდა სიტყვა. მინდა პოსტლოგ გათამაშებებში მე თქვა რაღაც აი საბაზისო კონცეფციები, რაც აი
აქვე შეგვიძლია რომ უცებ ვიცოდეთ. თუმცა ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც აუცილებლად ცალკე ვიდეო ეკუთვნის. მე დავარქვევ ალბათ ამ ვიდეოს ჰენდების კლასიფიკაციას ან კომბინაციების კლასიფიკაციას, რაღაც მსგავს რა. და დავიწყებ საუბარს ამ თემაზე. ნუ აქ რა თქმა უნდა ხა ცხრიანები ვეღარ თამაშობს ესეთ ექშენში. დავიწყებ საუბარს იმით, რომ ჩვენ ფსონებს როცა ვაკეთებთ პოკერში, ნებისმიერ ქუჩაზე არ აქვს მნიშვნელობა. ამ ფსონებს აქვს თავიანთი მიზეზები. აქ უბრალოდ ერთჯერადად single barrels გავაკეთებ და ვეცდები რომ წავიღო ეს პოტი. თუ ვერ წავიღე, მაშინ ნახვამდის. ზოგადად შემეძლო არც გამეკეთებინა იდეაში, იმდენად არ მოვხდი პოტში, რომ უპოზიციოდ შეგიძლია ეკეთოს, არ გააკეთე და check fold-ი ითამაშო, მაგრამ უბრალოდ ისეთი პოტი, ისეთი ფლოპი იყო, რომ მეთქი აი ოპონენტიც იშვიათად მოხდებოდა და შესაბამისად მეთქი ვცადოთ იქნება წავიღოთ რა, ეგეთი თემა იყო. ანუ აქვს მიზეზები ამ ფსონებს. აქ ერთი ოპონენტი ავტოოლინშია, მეორე ჩეკავს, რავი, მე მგონი კარლ ჰაიზე უკეთეს ვერაფერს ვერ დავაყრევინებთ. შესაბამისად, რავი, ნახოთ რივერი. კი ბატონო. ხო და ეს არის ესეთი ორი ძალიან ესეთი ინტუიციურად ადვილად მისახვედრი მიზეზი, ეს არის value, იმისაც რომ გადავახტევინოთ ჩვენზე უარეს ხელს. ჩვენზე უარეს კომბინაციას გადავახტევინოთ და ბლეფი. რაც არის იდეაში რომ დავაყრევინოთ ჩვენზე უკეთეს ხელს. ნუ არ არის აუცილებელი კონკრეტული ხელი იყოს ჩვენზე უკეთესი ან უარესი. ანუ range რა, range რომელთანაც ასე ვთქვათ, კარგად არ ვდგავართ, იმდენად კარგად არ ვდგავართ, ამიტომაც ვისურვებდით. დავაყრევინოთ. ეგ არის ერთი ვარიანტი და აქ მე ვფიქრობ რომ მე თვითონ ჯობია გავაკეთებ Sony River-ზე, რომ დამას გადავახტევენ, თუ რეიზი მივიღე, პროცესა გადავყარო და ეგ არის რა. დაჩეკვას და მე ფიქრს რა ყავს ოპონენტს დავქოლო არ დავქოლოს, ეს ჯობდა ჩემი აზრით. ანუ bet fold-ი ჯობდა, ამ შემთხვევაში check calls ან check folds რა. check fold-ისთვის ძალიან ძლიერი ხელი იყო, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან random 4-იანი უნდა ქონოდა მან დრო. 4-იანი თუ რაც სტრიტავდა რა. დამა კიდე ძალიან ხშირად შეება ქონოდა. ხო, ერთი სიტყვით range რომელთანაც ანუ არ ვდგავართ ისე კარგად როგორც ვისურვებდით, დავაყრევინოთ ან გადავახტევინოთ range რომელთანაც კარგად ვდგავართ. კაროლებით სტანდარტული squeeze საინტერესო კოლი მივიღე. ვფიქრობ რომ ისეთი ნეიტრალური ფლოპია რომ აგრესიის გაგრძელება ნამდვილად ღირს, value-ზეც და bluff-ზეც ალბათ ესეთ ფლოპზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ოპონენტს აქვს ბევრი high-ი ამ ფლოპზე, ანუ რაღაც ტულდამები და რაღაც ეგეთები, მაგრამ მეორეს მხრივ შემოქონეს ვალეტები, ათიანები, რაც სავარაუდოდ თამაშს გააგრძელებენ. შესაბამისად, გავაკეთებ ფსონს. მოდის კიდევ ერთი სამიანი. ეს სამიანი რაღაც მხრივ ცუდი კარტია, იმიტომ რომ მაგალითად რაღაცა ტუზდამაზე ტუზვალეზე შევა ფლეშ დრო ქონდა ოპონენტს და სამიანმა გაუფუჭა ფლეშ დრო. მეორე მხრივ ათიანებმა ვალეტებმა და რაღაც ეგეთმა ჰენდებმა full house დაიჭირეს. შესაბამისად მე დავჩეკავ, იმიტომ რომ ვიცი ოპონენტს საშუალება რომ გამოავლინოს თავი. და რახან არ გამოავლინა ოპონენტმა თავი. ეხა იმას დავიტოვებ რომ დაუშვათ full house-ი აქვს ოპონენტს ან flash-ი ან რაღაც ძლიერი ხელი და ასე ვთქვათ bluff-ზე დამიჭერს რა. bluff catcher-ს ითამაშებს. all-in. ნახოთ აბა. ოპონენტი რაღაც ისეთი ნახევრად რეგულარი ოპონენტია, ესე როცა ყავს მონიშნული, ლურჯად, ანუ ხშირად თამაშობს. მაგრამ სტრატეგიას სავარაუდოდ არ სწავლობს და multi-tabling-ით არ არის დაკავებული, ანუ მაგრამ თითქმის ყოველდღიურად თამაშობს პოკერს.
და ინტუიციურად ასე ვთქვათ, რაღაცა ის გამომუშავებული აქვს რა, რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაცა მორგების სტრატეგიები გამომუშავებული აქვს, მაგრამ სამრავალოდ სერიოზულად არ უდგება თეორიაზე მუშაობას და ასე შემდეგ. ეხლა სერიოზულად ხა მაინდა-მაინც ელოდა თავს მეც არ ვიკლავ, ხა ისი არ მინდა გამომივიდეს რო აი. მაგრამ ანუ გულისხმობ რომ არათუ სერიოზულად არამედ ნუ საბალანსო დონეზეც რომ რაღაც შეცდომები აქვს, ასე ვთქვათ, შემჩნეული მაქვს რაღაც შეცდომები საბალანსო დონეზე. მაგ ეხა თერნი მოდის ერთის ხრივ ძალიან კარგი თერნია ჩემთვის full house-ი მომცა, მაგრამ მეორეს ხრივ ანუ action killer-ია რა. დავუშვათ იქით ის შემთხვევითი იშვიათი ტუზი იყო, შევალეტი შეეშინდეს, თუ გაჩოტები იყო რაღაც კაროლათიანი, კაროლდამა რაღაც ეგეთი დამათიანი. ეს რა თქმა უნდა action killer-ია. მეორეს ხრივ თუ ვალეტი იყო, მაგ შემთხვევაში იმედია ოპონენტი თავს გამოავლენს თავის აგრესიას, მაგრამ არაო, კარგი. ეხლა მე დიდი საიზინგით გავალ და რა ვიცი, აბა ნახოთ. არ ვიცი რა შეიძლება ქონდეს ოპონენტს, მაგრამ მე ბეტჩეკბეტი ისე გავაკეთე, რომ როგორც წესი არ იჯერებენ ხოლმე ამ ბეტჩეკბეტს. თუმცა ეხლა კი დაგვიჯერეს, ეხლა დაგვიჯერეს. ნუ რა ვიტყვი, არ ყავდა არაფერი რა დიდად. ერთი ფერის დამავალეთ ზოგადად აქ უფრო ტრიბეტსა და ფოლდს შორის ვაკეთებ ხოლმე ესე დროს. არჩევანს, როცა UTG-დან მოდის რეიზი და ამ შემთხვევაში ტრიბეტი აი ამ სტეკთან გამორიცხულია, შესაბამისად უბრალოდ გადავყრი. ესე იგი, values და bluffs ვთქვი, ანუ პოსტულ გათამაშებებში რა შუაშია და ზოგადად პოკერში, ანუ ორი ტიპის ფსონს, აი ორი დიდი ჯგუფი არის ფსონების, ხო? value და bluff, მაგრამ არის კიდე რაღაცა შუალედური ფსონები. და ეს არის ფსონები არა, ზოგადად არის შუალედური სიტუაციები, ჰენდები რა. შეიძლება დავარქვათ ამას კომბინაციების კლასიფიკაცია და დავყოთ აი ესე 4 კატეგორიად. value, showdown value, bluff და ნახევრად bluff. Semi bluff-ი, ალბათ გსმენთ ერთი გამო და semi bluff ეგრე და semi bluff. და semi bluff-ი არის, კაროჩე, სიტუაცია, სადაც შენ გაქვს equity, მაგრამ სავარაუდოდ აი სუფთა, ანუ აბსოლუტური პოტენციალით, ანუ აბსოლუტური showdown-ზე გამარჯვების პოტენციალით ოპონენტთან გახარ ცუდად. ანუ მაგალითად გაქვს flash-ის მონოდინე ხელი, ან street-ის მონოდინე ხელი, ან გაჩოტი, ან რაღაცა მეორე წყვილი, ან რაღაც ეგეთი და ურტყავ იდეაში equity-ის გაგებით უფრო ძლიერ range-ს ურტყავ რა. მაგალითად გაქვს რაღაცა სასტრიტე და ace high-ს ურტყავ რა. ანუ შენ ხელს ძალიან კარგი გათამაშებადობის ფაქტორი აქვს, ზოგადად ხელი ორი ფაქტორით განისაზღვრება, გათამაშებადობის ფაქტორით და აბსოლუტური პოტენციალით რა. ანუ აბსოლუტური პოტენციალი დაბალი აქვს, მაგრამ აი კარგი გათამაშებადობის ფაქტორი აქვს. ეგ არის semi bluff-ი. showdown value არის, როცა შენ გაქვს მზა ხელი, რომელიც შეგიძლია წარადგინო showdown-ზე, ანუ აბსოლუტური equity კარგი აქვს. მაგრამ პირიქით გათამაშებადობის ფაქტორი აქვს. ცუდი იქიდან გამომდინარე, რომ აქ სასტრიტე კი მაქვს, მაგრამ აი ჩემი სტრიტები რო დაიხურება ხოლმე დიდად არავინ არ გადამიხდის სავარაუდოდ და ჯობია გადავყარო. და პირდაპირ ოცები კიდე არ მაქვს. ხო და showdown value-ზე ვამბობდი. და ანუ შენ მაგ დროს უფრო გონივრულია რომ ეცადო რომ შენი ჰენდი რაც შეიძლება იაფად წაიყვანო showdown-ზე რა. სხვადასხვა ფერის ტუზ და big blind-ზე 7 blind-ით იხსნება ოპონენტი, რა ვფიქრობ რომ fold-ია. ზოგადად პასიური ოპონენტია სავარაუდოდ მონიშნული მოსწონს. პასიურ ოპონენტად ყავს მონიშნული და რა 7 დიდი blind-ის რეიზი. დავიჯეროთ. ნუ ამ შემთხვევაში მაინდა-მაინც პასიური არ აღმოჩნდა, მაგრამ არ აუშვეს. ერთი ფერის ტუზ ვალეტი. ტრიბეტი. აჰა, გასაგებია. აქ 1/13 გავაკეთებ, ანუ დავატრიბეთე 1/13 ძალიან კარგი ფლოპია იმისათვის რომ დავიღოთ, თან თერზე რაღაცა გაძლიერების შანსები გვაქვს, ტულზი და ამაში შეიძლება კაროლი მოვიდეს ნათიანი. გაძლიერების გარეშე აქ რა თქმა უნდა აგრესიას არ გავაგრძელებ. თუ გავძლიერდებოდი, გავაგრძელებდი აგრესიას მეორე მარალით, მაგრამ არსებითი მნიშვნელობის იყო მაგ შემთხვევაში გაძლიერება.
გასაგებია. აქ მე რამდენად წინ ვარ მაგაზე ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ შეიძლება დაქოლვა სამიანი თუ რაღაცა vector flash-ებს ხურავს. რავი რაღაცა ისეთი სიტუაციაა, რომ დარიგებას კარგად არ მივადევნე თვალყური, მაგრამ რატომაც ინტუიციამ კარდახობს, რომ დაქოლვა შემიძლია. არა, მაინც ზოგჯერ ინტუიციას ჯობია არ დაუჭერო ადამიანმა. არა უშავს. ხო, ну მოკლედ აი ეს 4 კატეგორიის ხელი არსებობს. პოსტლო გათამაშებებში ამჯერად უკვე, ანუ კლასიფიკაციის მიხედვით. აი ხა მაგალითად ეს არის ნახევარბლეფის სიტუაცია, ხო? მაქვს ფლეშ დრო და გაჩოტი. შემიძლია გავიდე. თუ დამიყრიან დაუშვათ A-size ძალიან მადლიერები ვიქნები, თუ არ დამიყრიან, მაინც უკვე გაძლიერების შანსი მაქვს. ორი ოპონენტის წინააღმდეგ რივერზე რა თქმა უნდა არ ვიბლეფებ. ოპონენტმა გასტრიტა. თუმცა კიდე შეიძლება იყოს რაღაცა ჰენდები, რომლებიც არის აი მაგალითად showdown value-სა და values შორის. ანუ კი showdown value ჰენდია ესე აი ვაკუუმში, მაგრამ მაინც რაღაც ოპონენტიდან გამომდინარე, ანუ ინფორმაციიდან გამომდინარე ოპონენტზე მაინც მოიძებნება რაღაცა უარესი ხელები, რომლებიც გადაიხდიან რაღაცა პატარა ფსონს მაგალითად აი რაღაცა showdown value-სა და values შორის. შეიძლება იყოს აი რაღაცა ჰენდი რომელსაც აქვს რაღაც showdown value პოტენციალი, მაგრამ იმ სიტუაციაში ანუ ისეთი სიტუაცია იყო, სადაც მაღალი ალბათობით არ ივარგებს ეს showdown value და ანუ მაგ შემთხვევაში შეიძლება ბლეფში გადაზარდო, მაგას ბლეფში გადაზრდას ვეძახით ხოლმე, ბლეფში გადატანას. რომ ანუ მაგალითად გაქვს წყვილი და აი მაგალითად აი არის სიტუაცია, სადაც გიჭირავს ვალეტები და ისეთი გათამაშებაა, რომ ოპონენტი დასვი over წვილზე. ანუ ფიქრობ, რომ ოპონენტთან არის რაღაც დამები, კაროლები, ტუზები. და რაღაც აუშვათ ფსონს აკეთებ, ოპონენტი გიქოლავს თერნზე და რივერზე იდება ტუზი რა. ნუ ხვდები, რომ ტუზების რაოდენობა ოპონენტის რეინჯში შემცირდა, იმიტომ რომ ერთი ტუზი რივერზე მოვიდა, ანუ კომბინაციები, ნაკლები კომბინაცია დარჩა რა. ოპონენტს ტუზების, შესაბამისად უფრო მეტი კაროლები და დამები და შენ ვალეტები გიჭირავს, ახლა ჩეკ-ჩეკით იცი რომ წააგებ, თუმცა ვალეტები არის showdown value, მაგ დროს ანუ შეიძლება რომ აი დავუშვით შენი ვალეტები ბლეფში გადაზარდო და განასახიერო ტუზი მაგალითად დააოლინო იმის იმედად რომ დავუშვით კაროლები დამები დაგიღებს. აი რაღაცა დაახლოებით მსგავსი სიტუაცია რა. ან showdown value-სა და ბლეფს შორის, ანუ შეიძლება მოხდეს ან ცვლილებები. აი დაახლოებით მსგავსი თემატიკის ვიდეოები და ვიდეო პირველ რიგში მაქვს გეგმაში, რომელშიც ანუ უფრო მეტად სტრუქტურირებულად ავხსნია იმ საკითხს. მანამდე გავაკეთებ, როგორც თქვი, იმას preflop model 25-ისთვის, კარგ preflop models გავაკეთებ და რა თქმა უნდა ეს preflop model-ზე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის რაღაცა სტატიკური რაღაცა გარანტირებულად გასაკეთებელი ინსტრუქცია რა. ეს არის რაღაცა ათვლის წერტილი, რომელთაც უნდა ვიხმოვანელოთ და ვეცდები რომ ვიდეოში ავხსნა სწორედაც ლოგიკა, თუ რა პრინციპებით უნდა გავაფართოვოთ და შევავიწროვოთ ჩვენი რეინჯები სხვადასხვა სიტუაციებში და რა აზრი აქვს მაგალითად საერთოდ დატრიბეთებას, რა აზრი აქვს საერთოდ open race, აი ვეცდები რომ რაღაცა ის საზრისის დონეზე ავხსნა და ის საზრისის დონეზე გვესმოდეს თუ რაღაცა ქმედებებს რატო ვაკეთებთ. არა იმიტომ რომ უნდა გააკეთო აი პლუსოვია და უნდა გააკეთო. არამედ აი გვესმოდეს საზრისი. რატო უნდა გავაკეთო ეგ რა. აი მე მაგალითად რა მე ეგრე ვარ მოწყობილი, ანუ ჩემი ტვინი და ფსიქიკა ეგრე არის მოწყობილი, რომ თუ არ მესმის რაღაც სიტუაციაში საზრისი, რაღაცნაირად ხელი არ წამივა რომ გავაკეთო რა. ვერ გავაკეთებ რაღაცა ქმედებას. ამასობაში რაღაც თამაშს მოვაკელით ყურადღება როგორც ვატყობ. აქ ოპონენტმა ყველაფრის დაველი უბეთება რივერზე გადაწყვიტა, რაც ნუ სამწუხაროდ ჩვენ
ამ შემთხვევაში მოგვიწევს რომ დავუყაროთ და იმედები გაუცროთ, მაგრამ არა უშავს. რას ვიდამთ? აჰა. აქ რა სიტუაციაა? მოგეთ მე calling station-ი ვით ყველაფერს ქოლავ ამ სესიაზე რა და სულ ქოლისკენ მიმიწევს გული რატომღაც. რავი, რა შეიძლება ითქვას? reverse-ზე. წყვილი. ძალიან ხშირად შეიძლება ოპონენტთან იყოს ტუზი. თუმცა კარგი, მოდი ამჯერად დავიჯეროთ, იმიტომ რომ არ უყურებდი დარიგებას, როცა ეს სიტუაცია დარიგებას არ უყურებდი, სხვა თემაზე ლაპარაკობდი, ყურადღება სხვა თემაზე გქონდა, საერთოდ ჯობია რომ დაღარო რა. კი, ორაზროვანი სიტუაციაა, მაგრამ მე რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ანუ არასწორი ქოლის გაკეთებას, ყოველთვის არასწორი ფოლის გაკეთება ჯობია რა. ხუთიანები რავი. გადავაგდებ იმაზე big blind-ზე არასრული სტეკია და დიდი აზრი არ აქვს ხუთიანების დარეიდებას. აკი ხა ქოლია აქ ორი ოპონენტის სენდვიჩი ვარ და ნახევარბოძს გავალ და საერთოდ ამით დამთავრდება ჩემი ამ დარიგებაში მონაწილეობა. ზოგადად ძალიან არახელსაყრელი სიტუაციაა, როცა ერთ ოპონენტზე პოზიციაში ხარ მეორესთან ოპოზიციოთ. აქ კიდე რეიზი მივიღეთ. რაც ძალიან უსიამოვნო რამეა, ზოგადად მithumedes აი ამ საიზინგით დაქოლოსაც აზრი არ აქვს ჩემი აზრით ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ აი რო დავქოლო და დავუშვათ ფლოპს მოვედო, მაშინ რაღაც ძალიან მონსტრს უნდა მოვედო რა, ანუ ორ წყვილს და უკეთეს რომ მე რაღაც თამაში აზრი კონდეს, რაღაც ოპონენტი მაჩვენებს რაღაც ისეთ რეინჯს, რომელთანაც იდეაში ტუზდამით შევა ვაფშე ცუდად დგავა რა. მოდი ვნახოთ რაღაც. ნუ ხო, აჰა რა თქმა უნდა. დამას მოვედებოდი ფლოპზე და აი მე რა უნდა გამეკეთებინა რა. ამ დამით. გადაიხადე მეორე ბარელი, მე რას აკეთებ? აქ ეხა უკან ნახე full stack-ი მიზის შევალ ცხრიანებით, რომ ისიც შემოუშვა რა. ვერ შემოუშვი. არა უშავს. ოპონენტი ჩეკავს მე 1/13-ს გავალ ჩვეულებრივად. აქ ვფიქრობ რომ ოპონენტი შეიძლება ხანდახან ჩვეულებრივად ანუ ტუზებს კაროლებს რაღაცას გავსაც ჩეკავდეს, მაგრამ ძირითადად კაპიტულაციური ხასიათის ჩეკი იქნება ხოლმე რაღაცა კაროლ დამით ტუზ დამითან რაღაც ტუზ კაროლითან რაღაც ეგეთი და მიუხედავად იმისა რომ დავშვეთ ცხრიანებით შევა უპირატესობა მაქვს. იმენა დიდი არ არის ჩემი უპირატესობა რომ დავუშვათ მაგ შემთხვევაში მეც დავჩეკო და შემდეგ ქუჩებზე ვეცადო რომ დავუშვათ რაღაც ანუ slow play ვითამაშო რა რაღაც ვეცადო რომ ოპონენტს რამე დავაჭერინო ან ბლეფზე დავიჭირო ან რაღაც ეგეთი slow play მარტო ძალიან ძლიერი ხელებით შეიძლება ითამაშო სადაც შენ ოპონენტს გაძლიერების საერთოდ არ გეშინია და როცა ესეთი მოწყვლადი ხელი გაქვს მაგალითად როგორც არის ცხრიანი და რომლის წინააღმდეგ ნებისმიერი overcard-ი პრობლემა იქნება ჯობია რომ იქვე წაიღო პოტი ან ოპონენტი ჩააყენა მათემატიკურად წავგებიან სიტუაციაში და იდეაში value bet-ის მთელი ფილოსოფიაც ეგ არის რომ ოპონენტს ვაყენებს მათემატიკურად წავგებიან სიტუაციაში ან თუ გადაიხდის ჩვენი expected value იქნება დადებითი რაც ჩვენ გავარჩიეთ მათემატიკის ვიდეოში და ასევე აი ამ სიტუაციას აი ცხრიანების სიტუაციას ეხლა წეგანაც იყო ადრევე ეძახავით ხოლმე, ნუ ეხაც ეძახიან რა, ხელის დაცვას, ანუ ხელის დაცვისთვის გაკეთებულ ფსონს, ანუ ეს ხელის დაცვა იდეაში იგივე value bet-ია, მაგრამ იგულისხმება value bet-ის ისეთი ნაირსახეობა, რომელიც ანუ იმდენად აშკარა value bet-ი არ არის, აი ძალიან ახლო equity-ის როცა ურტყავ. ნუ მაგას ეძახოდნენ უფრო ხელის დაცვას. ნუ კიდე ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე იზოლირებას ანუ თავისთვის ანუ ფსონისთვის მიზეზია. ანუ ხანდახან შევა ტრიბეტს იმიტომ კი არ ვაკეთებდე რომ ძალიან მაგარი value hand-ი მაგან რაღაც ეგეთი. არამედ იმიტომ ვაკეთებდე რომ ამ ჩემი hand-ით
ერთი ერთზე პოსტლობზე რაღაცად ივარგებს ჩემი ჰენდი და ითამაშებს და უკვე თუ 3 და 4 ოპონენტი მეყოლება მაგას მიჩვენე საერთოდ არ შევიდე გათამაშებაში. შესაბამისად ამ ტრიბეთის აზრი და isolate race-ის აზრი ხშირ შემთხვევაში არის არამხოლოდ ის, რომ დავუშვათ ინიციატივა აიღო როგორც უპირატესობა ან value ან bluff-ი, არამედ იზოლირება დამოუკიდებელი ღირებულება, ასე ვთქვათ რა, ან heads up pot-ში მოხვედრა. იმიტომ რომ მულტიპოტები ბევრად უფრო ძნელია და ბევრად უფრო ნაკლებად ამოხსნილი და გაანალიზებული სიტუაციებია ვიდრე heads up pot-ები რა. ანუ heads up pot-ი ამ შემთხვევაში ერთ-ერთზე თამაში, მულტიპოტი რამდენიმე ოპონენტს ამონაწილეობს დარიგებაში ხა. ამაზე ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, უკვე ბევრჯერ გვილაპარაკია და გეცოდინებათ. ორი ოპონენტი ყავს, დამა გააწყვილა, ძალიან არ მომწონს ეგ. იმიტომ რომ ამ 4 კარტიდან თავისუფლად შეიძლება რომელიმე ეჭიროს დამა. მაგალითად იმას, ვინც 35 ბლაინდს დააოლინებს, მაგრამ უბრალოდ დავყაროთ. ნახოთ აბა ერთი, შეიძლება არ წავდეს დამა რავი. მაგრამ აი ესე აოლინებენ. მე მოთამაშეთა ტიპებზე გავაკეთე ვიდეო, სადაც ვისაუბრე აი ესეთ სიტუაციებზეც მათ შორის და იმაზე რომ ზოგჯერ ოპონენტები ისეთ ქმედებებს აკეთებენ, რაც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მოგვიწევს ხოლმე დაჯერება. Open push-ებს ვილაპარაკე მოთამაშეთა ტიპებში სხვათა შორის. ძალიან საინტერესო ქმედებაა. სხვადასხვა ფერის ტუზვალეტი მე მგონი არ არის ის ხელი რომელთაც დაკოლა შეიძლება ხა. რა თქმა უნდა მე ამ რეინჯის წინააღმდეგ დარწმუნებული ვარ რომ წინ ვარ სხვადასხვა ფერის ტუზვალეტით ხა. ჩვეულებრივად შეიძლება ამას კონდეს რავი მაგალითად რაღაცა სიტყვაზე ერთი ფერის ტუზ ხუთიანი. მაგრამ თლიანი რეინჯის წინააღმდეგ რაც ხა ამას ეყოლება დაწყებული ყველა წყვილი და დამთავრებული ტუზ დამები და კაროლ დამები და ასე შემდეგ ტუზვალეტი ჩემი აზრით ისე დგას რომ ძალიან ესეთი ასე ვთქვათ რაღაცა მიკროსკოპული ის ექნება რა მიკროსკოპული უპირატესობა ექნება იმ რეიქის გათვალისწინებით რა რეიქიც არის ამ ლიმიტზე და შესაბამისად მინდა რომ ამ ოპონენტთან მე უფრო უკეთესი უფრო ხელსაყრელი სიტუაციები ვნახო სადაც ვითამაშებ რა ესე უბრალოდ ესე რაღაც კოინის თამაში რომელშიც კი გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცა უპირატესობა მექნება არ მიღირს მანდ ხა ტუზდამა ალბათ ყველა ვარიანტში ქოლი იყო, ну ტუზგაროლი ყველა ვარიანტში ქოლი იყო, ერთი ფერის ტუზდამა ალბათ ყველა ვარიანტში ქოლი იყო, სხვადასხვა ფერის ტუზდამაზე შეიძლება დაფიქრება და წვილები ალბათ აი ესე ცხრიანებიდან ზევით აუცილებლად ქოლი იყო, ჟვიანებზე დაფიქრება შეიძლება და უფრო დაბალი წვილები დასაყრელი იყო ჩემი აზრით რა. აი ეგეთ რეინჯს დავქოლავდი მაგ სიტუაციაში მე. თუმცა აქვე დავამატებ რომ ეს ჩემი ანალიზი ხა რა ანალიზიც გავაკეთე საკმაოდ დიდი ხანია რაღაცა ასე ვთქვათ მათემატიკურად და ანუ პროგრამულად არ გადამიმოწმებია ესე აი რაღაცა უფრო ინტუიციური კომენტარი იყო ვიდრე ესეთი რაღაცა ძალიან ისეთი მათემატიკურად გამოთვლილი და ასე შემდეგ. შესაბამისად თუ იმეს უფრო მეტი უფრო ღრმად გაინტერესებს ეს თემა შეგიძლიათ ან თქვენ გადაამოწმოთ ან მე ერთად გადავამოწმოთ ერთ ჩვენიერ დღეს ვა სიბეთი არა და კარგი ჰენდია დასაყრალად ცოტა ცოდოა მაგრამ ნუ კაი რა ხან ესეთი კაი მოდი ერთი ბარელი ამით დავქოვოთ ყველა ვარიანტში დაკრა შეიძლებოდა იდეაში არ იყო პრობლემა მაგრამ ისეთი ფლოპია უბრალოდ რა ფლოპზე ვფიქრობ რომ ოპონენტი ძალიან ბევრი რამით შეიძლება აგრძელებდეს აგრესიას და ტუზდამა შეიძლება ზოგჯერ კარგადაც იდგეს თან მით უმეტესად გაჩოტი და ბექდორი და რაღაც ეგეთებია მაგრამ საერთოდ ეს გაჩოტები ბექდორები და ეგეთი ტიპის მომლოდინე ხელები უფრო კარგი არის როცა შენ გაქვს ინიციატივა აი დასაკოლად როგორც წესი არ ვარგა მაგრამ როცა შენ გაქვს ინიციატივა და უტევ ანუ ნახევრად ბლეფი როცა ვახსენეთ ხო? აი მან ძალიან ეფექტურად მუშაობს. მაგრამ ესე სათრევად, ქოლით სათრევად არ მუშაობს. ამ ფლოპზე გასვლა შეიძლებოდა ორი ოპონენტის წინააღმდეგ, თუმცა აი ამ ოპონენტის აგრესიიდან გამომდინარე
მაინც თავი შევიკავე. საერთოდ როცა მეორედ ჩეკავენ ოპონენტები აქ მიჩნევაში დავიჭირება რომ საკმაოდ კარგი ფოლდეკვითი მაქვს მაგრამ მაინც აი იგივე ლოგიკაა რა ორი ოპონენტი ორივე რეკრეაციული მოთამაშე უზარეთ ან ისედაც წინ ვარ და არა ეს ისედაც წინ ვარ ეს არ არის არგუმენტი იმისაც რომ არ დავარეიზო იმიტომ რომ ძალიან ოდნავ წინ ვარ თუ ვარ ხო შეიძლება კონდეს მაგალითად სამიანთან არა ვარ წინ მაგალითად ან შეიძლება კონდეს რავი იგივე რაღაცა კაროლ ხუთიანი რაც ნუ იდეაში შეიძლება ხუთიანიან კაროლი დაიჯეროს პირობითად ან ამ შემთხვევაში კაროლი მოვიდა კიდევაც მაგრამ აი ორი რეკრეაციული მოთამაშე საერთოდ ორი რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ ბლეფი არ არის ხოლმე კარგი იდეა როგორც წესი ესეთ ასე ვთქვათ გადატვირთულ ბორდზე როცა არ არის ბორდი გადატვირთული და არის ეგრეთ წოდებული მშრალი ბორდი ანუ ფლეშ დრო არ დევს და ანუ გადაბმული კარტები არ დევს მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება აქ მეორე ბარელის აზრს ვერ ხედავ აქ გავალ ჩვეულებრივად აქ იგივე ლოგიკა მეორე ბარელს აქ რაც ფლოპზე არ დაეცა თერზეც არ დაეცემა და ვეცდები რომ აი შოუდაუნ ველიო ჰენდი რაც ვახსენე ვეცდები რომ შოუდაუნზე წავიყვანო ეს ჰენდი და აი წავიყვანე კიდევაც სტანდარტული ოფერეიზი რა თქმა უნდა როცა სესიას წერ და როცა ვაკეთებ ვიდეოს ბევრ რამეზე ყურადღება გადამაქვს ან ჩემი თამაში ამ შემთხვევაში არ არის ხოლმე ოპტიმალური ასე რომ ქმედებები რომელსაც ვაკეთებ რაღაც ვაკუუმში არ ნიშნავს რომ რაღაცა აუცილებლად ჭეშმარიტი ქმედებებია. აქ იგივე სიტუაცია ახლა მეორე ბარას ამდენად აქვს აზრი მაგას ფიქრობ და როგორც წესი რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ მეორე ბარას დიდად აზრი არ უნდა ქონდეს. აქ ერთ მესამეც გავალ. თერზე გავძლიერდი. კი გავძლიერდი, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ გაძლიერებით აი აქ კი ვითომ ტოპწყვილი მაქვს მაგრამ ისეთი საშინელი ბორდია რომ პირდაპირ გადავყურე ამ ტოპწყვილს ამ გაძლიერებით რავი უბრალოდ ფლოპი კი არა და ბორდი უფრო გადაიტვირთა და შესაბამისად ან ფოლდეკვითი უფრო გაცილებით ნაკლები მაქვს ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ და ზოგადად აი აქ შეიძლება და აი ხე შეცდომა გავაკეთე აი ქონდა გამეკეთებინა აი ეს სიტუაციაში უცოტა დაღლილი ვარ სიმართლე გითხრათ და ცოტა მაინდამაინც ტვინი კარგად არ მიმუშავებს როგორც ვთქვი. აი აქ ძალიან ეფექტური იქნებოდა რომ გამეკეთებინა ამ ბორდზე რაღაცა 2.5 ბლაინდი ფსონი ან 3 ბლაინდი ფსონი ან ბლოკინგ ბეტს ვეძახით მაგას რა და ოპონენტი გამეკეთებდა რირეის რა იმ 3 ბლაინდის მიხედვით და გადამარტყავდა სიტყვაზე 8-9 ბლაინდს რაც ჩორებად დავქოლავდი და ჩემი ხელის ანუ პირდაპირ როცებზე რეალიზებას მოვახდენდი. ახლა კიდე აი ხელა რეიზი გააკეთა რომ უკვე აღარ მაქვს ოცები რომ დავქოლო რა ახლა 28-ში რომ დავამატო 11 გადავიხდი 40 მოვიგებ, ანუ ყოველ მეოთხე შემთხვევაში რომ მოვიგო ნულივოი კოლი იქნება. აი ყოველ მეოთხე შემთხვევაში შეიძლება მოვიგო პრინციპში, ხო რა. ან იმპლაიდების გათვალისწინებით აი ამას თუ გადავახტევინებ ხოლმე რივერზე, რასაც ნუ სავარაუდოდ გადავახტევინებ ხოლმე, ხო, ნუ გასაგებია. მაშინ რავი, დავიჭიროთ 10-იანი ჯანდაბას. მაგრამ დავიჭირეთ 5-იანი და ნახავდეს. აქ მივიღე რეიზი, ტოსკაროლით ვფიქრობ, რომ შემიძლია გავაკეთო ფორბეთი, თუმცა ისეთი საიზინგია, რომ ძალიან ძლიერია ხოლმე ხანდახან ანუ ოპონენტი, თუმცა ესეთ რაღაცა მოკრძალებულ საიზინგით გაატრიბეთებს, რომ რაღაცნაირად თითქოს არ უნდა რომ პოტიდან გაიქცე რა, ეგეთი. აქ სტანდარტული 1/13 გავიდეთ. თუ ოპონენტი არ დაღლის და დაჩეკავს
ეხა უკვე ვფიქრობ, რომ ოპონენტს ყავს რაღაც ისეთი ჰენდი, რასაც რის დაყრასაც საუბრობთ არაპირებს, მაგალითად ათიანები, ცხრიანები ან რაღაცა მსგავსი. და შესაბამისად მეც დავჩეკავ, ვეცდები რომ ჩემი აუტები დავიჭირო, ანუ ჩემი ჰენდის რეალიზება მოვახდინო. თუ არ მოხდა ეს ყველაფერი, მაშინ დავიმშვიდობებით. და ამ ხიარულ ნოტაზე მოკლედ ჩაწერასაც დავასრულებ და მოკლედ შევხვდებით დანარჩენ ვიდეოებში. სადაც უკვე სტრატეგიაზე ვილაპარაკებთ. ალბათ თქვენი ცით წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.